გასული კვირის მნიშვნელოვანი თემებით ეთერშია საინფორმაციო გამოშვება ობიექტივის სტუდიაში დარიკო ბერია მუშაობს საღამოშვიდობისა. 29 იანვარს მოულოდნელმა ქარიშხალმა მნიშვნელოვნად დააზარალა რაიონის მოსახლეობის გარკვეული ნაწილი. სახურავის გარეშე დარჩა რამინ ჭანტურიას სახლი, სხვაიას ტერიტორიაზე მცხოვრებ პალიკო კიკანიიშვილის ბინას ნაძვის ხემს სახურავი ჩაუნგრია. დაზარალებულები დახმარებას ითხოვენ რაიონის ხელმძღვანელობისაგან. სტიქიით დაზარალებულ მოსახლეობას სხვაიას ტერიტორიაზე შეხვდნენ ქალაქის რწმუნებული რენო კვარაცხელია საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ხარჩილავა და მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველი მოადგილე ჯემის ზარქუა. ხელმძღვანელი პირების თქმით სტიქიით დაზარალებულ მოსახლეობას დახმარებას გაუწევენ. ესე იგი სტიქიის შედეგად რომელიც 28 იანვარს იყო ღამის საათებში, აი აქ დაზარალებული არის მოსახლეობის ნაწილი. ესე იგი საცხოვრებელ სახლებს გაეცა ხე, ესე იგი მოძბინდებული ხეები, რიმაც გამოიწვია სახურავების დაზიანება. ხოდა ნუ ეხლა დაეწერათ თუ არა მათ დახმარება თქვენი მხრიდან? ჯერჯერობით არა, მაგრამ ყველაფერს აკეთებს რაიონის ხელმძღვანელობა, რომ დავეხმაროთ ამ მოქალაქეებს და ალბათ იქნება დახმარება და იქნება ნამდვილად დახმარება, დაეხმარებიან. ყველა რეგიონის რესურს ცენტრებში მიმდინარეობს მასშტაბური სარემონტო სამუშაოები, ახალი ინვენტარით აღჭურვა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზით გაუმჯობესება. წალენჯიხის რესურს ცენტრში ევროპული დონის სარემონტო სამუშაოები დასრულების სტადიაშია. სარემონტო სამუშაოები მოიცავდა ლამინირებული პარკეტის დაგებას, საოფისე ნაწილის სამზარეულოს, სველი წერტილის გათბობის ახალი სისტემის დამონტაჟებას. უახლოეს დღეებში გადაეცემათ საოფისე ავიჯი, პერსონალური კომპიუტერი, ინტერნეტში ჩართული ბიბლიოთეკა, ფაქსი, ქსეროქსი. სარემონტო სამუშაოები გასწიეს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან ერთად პროექტმა გედამ და ადგილობრივმა ხელმძღვანელობამ. როგორც უკვე თქვენ ნახეთ, ჩვენ საგანმანათლებლო რესურს ცენტრში მიმდინარეობს სარემონტო სამუშაოები. თითქმის უკვე დასრულების სტადიაშია ეს სარემონტო სამუშაოები. და მე მინდა ვისარგებლო თქვენი ეთერით და ძალიან დიდი მადლობა გადავხადო იმ ადამიანებს, ვინც თავისი წვლილი შეიტანა ამ საქმეში. პირველ რიგში მე მინდა ცოტა პრეისტორიასავით მოგიყვეთ, ვინ გააკეთა ეს რემონტი, ვინ დააფინანსა და საერთოდ როგორ მიმდინარეობს რესურს ცენტრების, როგორც სარემონტო სამუშაოები, ასე მათი ინვენტარით აღჭურვა. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან ერთად მუშაობს პროექტი გედა, რომელსაც აფინანსებს USAID. გედა ესე აბრევიატურა რომ გავშიფროთ შიფრობა შემდეგნაირად ეს არის განათლების აკრედიტაციისა და დეცენტრალიზაციის პროექტი და როგორც თქვენთვის ცნობილია განათლების სამინისტროში მოხდა საკმაოდ სისტემური დეცენტრალიზაცია, ანუ გარკვეული უფლებები განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსი გადაეცათ მის ტერიტორიულ ორგანოებს. ეს მაგრამ ჩვენს რაიონშია თუ საერთოდ ყველგან? მინდა გითხრათ რომ მასშტაბურად მიმდინარეობს რესურს ცენტრების შენობების როგორც რემონტი, ასევე მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესება. სამეგრელო ზემო სვანეთში პირველად გაუკეთდა რემონტი თავის სპეციფიკიდან გამომდინარე მესტიის რესურს ცენტრს და დღეს თანამედროვე რესურს ცენტრი არის მესტიის რაიონში აღჭურვილი თანამედროვე სისტემებით, როგორც კომპიუტერული სისტემებით, ასევე ჩართულია ინტერნეტში. რაც შეეხება დანარჩენ სამეგრელოს დანარჩენ რეგიონებს, დასრულდება უკვე როგორც ხედავთ ჩვენთან წალენჯიხაში, ასევე დასრულების სტადიაშია აბაშაში და სენაკში, ხოლო მეორე ეტაპზე რესურს ცენტრები გარემონტდება ზუგდიდში, ჩხოროწყუში, მარტვილში და ხობში. ანუ ამ წლის აი ამ წლისთვის თითქმის ყველგან ფაქტიურად მთელ სამეგრელოში დასრულებული იქნება რესურს ცენტრების როგორც რემონტი, ასევე ტექნიკური აღჭურვილობები. ზოგადად რომ ვთქვათ, სამეგრელოს რეგიონში პირველად სამუშაოები აი სამეგრელოში დასრულდა წალენჯიხაში, თუმცა არის რაღაცეები, რომელსაც ეხლა ისევ მოვლენ მშენებლები და გაასწორებენ. რაც შეეხება ხა რას მოიცავდა ეს რემონტი? მოხდა აქ თავიდან, ესე იგი იატაკი გაკეთდა ლამინირებული პარკეტით, გაკეთდა სამზარეულო საოფისე ნაწილი, დამონტაჟდა გათბობის ახალი სისტემა, შემდეგ დამონტაჟდა სველი წერტილები, ანუ ფაქტიურად გაკეთდა ისე როგორც ითვალისწინებს ამას თანამედროვე სტანდარტები. აქვე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ძალიან დიდი მადლობა გადაუხადო რაიონის ადგილობრივ ხელმძღვანელობამ, რომ ის USAID-თან ერთად შემოვიდა დაფინანსებით და თქვენ ალბათ ნახეთ რომ ძალიან კარგად კეთდება შემოსასვლელი, მათ გარე გაყვანილობები, ანუ წყლისა და კანალიზაციის სისტემები გააკეთა ადგილობრივმა ბიუჯეტმა, რისთვისაც მე რაიონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს და რაიონის მუნიციპალიტეტის გამგებელს ძალიან დიდ მადლობას ვუხდით.
ზოგადი დებულების მიხედვით ტერიტორიული მართვის ორგანოს ხელმძღვანელობს გამგეობის რწმუნებული, რომელიც არის საჯარო მოხელე. საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონის მიხედვით ქალაქის რწმუნებულს ნიშნავს რაიონის გამგებელი 1 წლის ვადით. ქალაქის რწმუნებული ანგარიშვალდებულია რაიონის გამგებლის წინაშე. რა ფუნქციები აკისრია ქალაქის რწმუნებულს, რა ღონისძიებების გატარებას აპირებს? მომავალში თავად რენო კვარაცხელია ისაუბრებს. უნივერსიტეტის გამგებელებს ბრძანებით დავინიშნეთ წალენჯიხის რწმუნებულად. ქალაქის რწმუნებულად. რითაც რაიონის ხელმძღვანელობამ გამომცხადა ნდობა და ამ ნდობას უნდა პასუხის გაცემა ესე იგი მუშაობით. ხო და რაც შეეხება ჩემს სამსახურების საქმიანობას, მე მევალება პირველ რიგში დებულებით, არსებული დებულებით მუნიციპალიტეტის გამგეობის გადაწყვეტილების შესრულებაზე კონტროლი და აი ამ გადაწყვეტილების მიტანა რაიონის ქალაქის მაცხოვრებლებამდე. ყველანაირად ვეცდებით და ეს ახალგაზრდა გუნდი, რომელიც არის მოსული რაიონის ხელმძღვანელობის სახით, მე მგონი ყველაფერს გააკეთებენ იმისათვის, რომ როგორც მე, ასევე ყველამ ერთად ძლიერ გუნდმა მოიპოვოს ნდობა. მე მგონი ეს შესაძლებელი არის და ამას შევძლებთ. რაც შეეხება ახლა ჩემს საქმიანობას კიდე არის სოციალური პირობების მოგვარებაში დახმარების გაწევა მოსახლეობის მიმართ. ასევე კომუნალური და აი წყალთამარაგებაში უნდა გაკეთდეს ბევრი სამუშაოებია ჩასატარებელი და ვეცდებით ეს ყველაფერი ნაწილობრივ მაინც მოგვარდეს და სიფში გაკეთდეს ეს სამუშაოები. ზამთრის სეზონის დადგომა მოსახლეობაში ზრდის ტრიქონოლოზიით გავრცელების რისკს, რაც დაკავშირებულია შოუმოწმებელი ღორის ხორცის საკვებად მიღებასთან. მოსახლეობის დაავადების შემთხვევების შემცირების მიზნით სურსათის უნებლობის ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის რაიონული სამმართველო მოსახლეობას მიმართავს თხოვნით თავი შეიკავოს შეუმოწმებელი ღორის ხორცის საკვებად მიღებისაგან. ჩვენი გადამღები ჯგუფი შეეცა და გაერკვია, რამდენად დაცულია ადგილობრივი ბაზარი, მოწმდება თუ არა ღორის ხორცის სპეციალური მიკროსკოპით. ბაზრის დირექტორის ლუიზა ფურთუხიას თქმით, ბაზრის შიგნით განთავსებული ყველა პროდუქტი ჰიგიენურად შემოწმებული და საკვებად ვარგისია. ამ ხრივ ჩვენი ბაზარი ადრეს ღორის ხორცის საერთო თუ შემოვიდა სარგანიზაციო და არ არსებობს რომ მაგას არ ჩაუტარდეს ლაბორატორიის შემოწმება, იმიტომ რომ შეიძლება ღორის ხორცი გარეგნულად ჩანდეს საღი, სუქანიც იყოს, არც დაავადების არანაირი ფორმა არ შეატყობოდეს, მაგრამ თვითონ ღორს აღენიშნებოდეს ეს დაავადება ფარულად. ამიტომ ყველა ხდება მისი შემოწმება. ეს შემოწმება ხდება სპეციალური ხელსაწყოთი, რომელსაც ქვია მიკროსკოპი. აქ ხვეული მატლები ვითარი მე ჩემი თვალისაჩინო მინახე ერთხელ ქონდა შემთხვევა, რომ აღმოაჩნდა და ეს პროდუქტი ჩვენს მიერ განადგურდა, დაჭვით რა ფაქტიურად. თვითონ ამ საქონლის ფლობელის თვალწინ. და ასე რომ მიუხედავად იმისა, რომ ჩვენთან უკვე ხორცი ძალიან ნაკლებად არის უკვე გავიდა ქუჩაში და მაღაზიებში იყიდება, არის ერთეული შემთხვევები ჩვენთან რო იყიდება, მაგრამ მე გარანტიას ვაძლევთ, რომ ჩვენთან შემოსული ღორის ხორცი არ არსებობს შემოწმებელი გავიდეს. თუ როგორ უნდა დავიცვათ თავი ტრიქონოლოზიისაგან, რა დაავადებაა, რა ფორმით ვლინდება ცხოველში, როგორ უნდა შემოწმდეს ღორის ხორცი, სახელმწიფო სანიტარული ზედამხედველობის ინსპექციის უფროსი მარიკა ბურდული დეტალებში. ზამთრის პერიოდში გახშირებულია საკვებად ღორის ხორცის გამოყენება მოსახლეობის მიერ და აქედან გამომდინარე შესაძლებელია გამოვლინდეს ტრიქინელოზით დაავადება ადამიანებში. ტრიქინელოზით ავადდებიან გარეული და შინაური ცხოველები. შინაური ცხოველებიდან ავადდება ღორი. მისი გამომწვევი არის პარაზიტი ჭია. და აქედან გამომდინარე, თუ საკვებად ადამიანი მიიღებს ტრიქინელოზით დაინვაზირებულ ხორცს, შესაძლებელია რომ გამოვლინდეს ადამიანებში ეს დაავადება.
ამიტომაც აი ამ დაავადების პროფილაქტიკისათვის აუცილებელი არის, რომ არ მიიღოს ადამიანებმა საკვებად შეუმოწმებელი ღორის ხორცი. სწორედ ამიტომ არის, რომ აი ბაზარში, როგორც წალენჯიხის საკოლმეურნეო ბაზარში, ასევე ჯვარის ბაზარში არსებობს ვეტერინალურ საექსპერტო ლაბორატორია და ტრიქინელოზზე გამოკვლევად ძნელი არა. არის სპეციალური ტრიქინელოსკოპი, რომლითაც ხდება მოწმდება ხორცი და ხდება გამოკვლევა და თუ გამოვლინდა დაავადების შემთხვევა აუცილებლად რეალიზაციიდან უნდა იქნეს ამოღებული ღორის ხორცი და არ მოხდეს მისი საკვებად გამოყენება. ამიტომაც არის, რომ მოსახლეობას ვთხოვთ ჩვენ, რომ არ მიიღონ საკვებად შეუმოწმებელი ღორის ხორცი. არ იყიდონ შემთხვევით ადგილებში. შემთხვევითი ადგილებია ქუჩაში, გზებზე, გზის პირებში რომ იყიდება შეუმოწმებელი ხორცი. არ უნდა იყიდებოდეს ეს პასუხისმგებლობა აი გარე ვაჭრობაზე, უკანონო გარე ვაჭრობაზე ძირითადად არის საპატრულო პოლიციის მოვალეობა. უნდა მოხდეს მისი აკრძალვა და რაც შეეხება ახლა ბაზარში და სპეციალიზირებულ მაღაზიაში ვეტერინალური სამსახური აკონტროლებს ამ ხორცს და შეუმოწმებელის გაყიდვა არ ხდება. აი ამიტომაც ვამბობთ, რომ აი პროფილაქტიკისათვის მაინც მთავარია შემოწმება და შეუმოწმებელი ხორცი არ უნდა მიიღოს საკვებად ადამიანმა. ვინაიდან დაინვაზირებული, როგორც აღნიშნეთ, დაინვაზირებული ხორცით ხდება ადამიანების დაავადება და ადამიანებში ეს დაავადება ვლინდება საერთო სისუსტით, თავის ტკივილით, გულის რევის შეგრძნებით, კუნთების ტკივილით, ფაღარათი იცისმა და ძალიან ხშირად ეჭვი არის ხოლმე მიტანილი აი ამ დაავადების დროს მუცლის ტიპზე. დიზენტერიაზე, სალმონელოზე კლინიკური ნიშნებით გავს იმას, მაგრამ როცა დადასტურდება დიაგნოზი, აუცილებელია რომ ადამიანი მოთავსდეს სტაციონარში და ჩაუტარდეს მას სათანადო მკურნალობა. ახლა კი გთავაზობთ მუნიციპალიტეტის საკრებულო საზოგადოებასთან და მედიასთან ურთიერთობის სამსახურის მიერ მოწოდებულ ინფორმაციას. თამრიკო კვარაცხენია დეტალებში მოგითხრობთ. საღამომშვიდობისა, მიმდინარე წლის 27 იანვარს სოფელ ლიაში სამსახურებრივი მოვალეობის დროს დაღუპული პოლიციელების 3 წლის თავი აღინიშნა. ამ ცერემონიალს ჩვენი საინფორმაციო სამსახურის ჟურნალისტი ეკა ბელქანია წესწრებოდა. რეპორტაჟი სოფელ ლიიდან. 27 იანვარს 3 წელი შესრულდა სოფელ ლიაში დატრიალებული ტრაგედიიდან. ვალერი შანავა, ამთიმოს ძაძამია, ბესიკ ფირფია და მერაბ ბარქანია ტრაგიკულად დაიღუპნენ. 27 იანვარს სოფელ ლიაში იმყოფებოდნენ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობის ხელმძღვანელობა, გაეროს პოლიციის წარმომადგენლობა, სამეგრელო ზემოსვანეთის სამხარეო პოლიციისა და ადგილობრივი განყოფილების თანამშრომლები, დაღუპულთა ახლობლები და სხვა ოფიციალური პირები. სიტყვით გამოვიდნენ გაეროს სამოქალაქო პოლიციის მრჩეველი ბრუნო უნტერნარერი, სამეგრელო ზემოსვანეთის პოლიციის უფროსი თენგიზ გუნავა და ბესიკ ფიფიას მამა. ბრუნო უნტერნარერმა განაცხადა, რომ ევროსაბჭოსა და გაეროს შორის დაიდო კონტრაქტი და მალე დაიწყება განყოფილების მშენებლობა. აქ შეგრებილი გამოსასწორებელია. სამადლობა მოჟანებისათვის. სამადლობა გაეროს პოლიციის როგორც ბატონმა ბრუნომ ბრძანა ჩვენი სამსახური არის უნებრივია სახიფათოს. მინდა იმ ვიდეოს ამბობა მოუხადო. თავის სამსახურის პოზიციისა და სრულებისათვის. ვაჟკაცობისათვის. რაც მათ მისი ბოლომდე დადეს. სამწუხაროა, რომ ესე ტრაგიკულად დამთავრდა მათ სრულება. მეკეც ვიხრი მათ ნობავის წინაშე, შოვლების წინაშე. მადლობა მეტია უთხრა იმ ადამიანებს გაეროს წარმომადგენლებს და თუმცა ბრძანდებიან უზოლესას რომ კიდევ ერთხელ გაიხსენეს ჩვენ ტრაგიკულად დაღუპული პირებიდან ჩვენი პოლიციის თანამშრომლები. მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ხარჩილავა და მუნიციპალიტეტის გამგებელი გიორგი მებონია ქალაქ თბილისში ორდღიან თათბირზე იმყოფებოდნენ. სანამ გიორგი მებონია ამ თათბირის ძირითად დეტალებზე ისაუბრებდეს, მინდა აღნიშნო, რომ მუნიციპალიტეტის გამგებელმა თათბირს საკუთარი ბედით დაუკავშირა და გაბედნიერებაც მოახერხა. სარგებლობს შემთხვევით და თეასარიას და გიორგი მებონიას გულოცავ გაბედნიერებას, უსურვებთ ჯანმრთელობას, სიხარულს, ბედნიერებას
და რაც ყველაზე მთავარია გამრავლებას. ახალ დაქორწინებულ გამგებელს ეკა ფუნქანია საუბრა. 25 იანვარს ქალაქ თბილისში ჩატარდა თათბირი სამეგრელო ზემოსვანეთის საკრებულოსა და გამგეობის თავმჯდომარეებთან. შეხვედრას ატარებდა სახელმწიფო მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი და სამეგრელო ზემოსვანეთის გუბერნატორი ზაზა გოროზია. სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად განიხილებოდა სამეგრელოსათვის გამოყოფილი გრანტის 5 მილიონი ლარის გადანაწილება და თანხის გახარჯვისათვის ძირითადი პრიორიტეტების გამოკვეთა. წამენჯიხისათვის ძირითად პრიორიტეტად გამოიკვეთა შიდა წყალმომარაგების ქსელი, რადგან შავშანწყისქვრივარის სათავის ნაგებობიდან დამატებითი წყლის გამოყვანის შემდეგ შიდა ქსელში წნევა მნიშვნელოვნად მოიმატა და გამოიწვია ავარია, რის გამოც სათავე ნაგებობაში წყლის დიდი ნაწილი ავარიულად იღვრება. საკრებულოში მუშავდება 3-წლიანი პროგრამა რეაბილიტაციისათვის. სამინისტრომ ამისათვის გამოყო 200.000 ლარი. დამატებით 80.000 ლარი გამოიყო ქალაქის იერსახის გასაუმჯობესებლად. 24 იანვარს თბილისში გაიმართა პარტიის ოფისში თათბირი, სადაც რეგიონის გამგებლების შეხვდით ბატონ ზაზა გოროზიას და ბატონ დავით კიკიტაძეს. ძირითადად იყო ბიუჯეტის პარამეტრებზე საუბარი და თუ რისი გაკეთება და დაგეგმარება შეგვიძლია ადგილობრივი ბიუჯეტიდან. მე 25-ში იყო ბატონ პრემიერთან, ბატონ ზურაბ ნოღაიძესთან შეხვედრა, სადაც ყველა საკრებულოს თავმჯდომარეები და გამგებლები, მუნიციპალური გამგებლები ესწრებოდით რეგიონის ბატონ ზაზა გოროზიას ხელმძღვანელობით. და მან დეტალურად იქნა განხილული რაიონების მიხედვით მდგომარეობა, თუ რა გაკეთდა შარშან და რისი გაკეთება შეგვეძლება წელს. და თუ რა გესახებოდა გეგმად პრიორიტეტი რაიონში გასაკეთებელი საქმეების. ჩვენ დავსვით საკითხი, რომ შარშან გაკეთდა ჩვენთან სათავე ნაგებობები წყალსადენის, რომელსაც სიბმა გაგვიკეთა და ამან გამოიწვია დებეტის მომატება, წნევის მომატება და შიდა ქსელების დახეთვა პრაქტიკულად წყალი გვეღვრება. გამომდინარე აქედან ჩვენ ვთხოვეთ მთავრობას ფინანსური დახმარება, რომელსაც გაითვალისწინეს და 200.000 ლარი მოგცეს გამოგვიყვეს უფრო სწორედ ქალაქ წამენჯიხაში შიდა ქსელების რეაბილიტაციისათვის. ამასთან დაკავშირებით ჰქონდა ჩვენ საუბარი რომ ფასადების მოლასთან დაკავშირებით რომ 80.000-ის გამოყოფაზე, რომელზედაც იქნება მიღწეული შეთანხმება, ესე იგი სულ 280.000 ლარზეა საუბარი, რომელიც ამ წელს მივიღებთ ჩვენ ფინანსურ დახმარებას ჩვენს რაიონში. დიახ, ჩვენს რაიონში. იყო საუბარი სხვადასხვა პრობლემებზე, მაგრამ ამ ეტაპზე, რადგან მხოლოდ მოხერხდა 280.000 ლარის შეთანხმება, დანარჩენი კიდე მიდის მოლაპარაკებები, შეიძლება ბევრი გეგმები განხორციელდეს, ყველაფერს დრო ჭირდება და მუშაობა, დაუღალავი მუშაობა, რომელიც შეიძლება იყოს გამოწვეული ხანდახან რაიონიდან გასვლასთანაც, მაგრამ ეს იმას აღნიშნავს, რომ რაიონი უყურებოდ რჩება. საქმე არ მარტო აკეთდება კაბინეტში, ეკეთება შეთანხმებების შეხვედრებიდან დიალოგი მოყვება და დიალოგის მერე კიდე შედეგი მოყვება, როგორც ყველასთვის ცნობილია. ამასთან გარდა იყო შეხვედრები ენერგოკომპანიის წარმომადგენლებთან, კერძოდ იყო ენერგეთის სამოქალაქო საბჭოს თავმჯდომარესთან ბატონ ვალერი კანკიასთან შეხვედრა, სადაც ჩვენ მიმჯერდით და ვისაუბრეთ იმ საკითხზე, სადაც ზედა ფოცხოეწერის მოსახლეობა, სადაც 87 კომუნია და მან იყო საუბარი ჩვენ ამ მოსახლეობის წარმომადგენლები იყვნენ აქ ჩემთან და მათგანაც განაცხადეს, რომ იყენებენ კომუნალურ რიცხვს, ისიც ზამთრის პერიოდში საშუალება არ აქვს და მაგალითად უცხო იყო ეს, რადგან ამ დახარჯული ელექტრონიკის საფასურის უხდით და შიდა მომსახურებაზე მიგუხესი, მაგრამ მოხდა ამის გამიჯვნა და ამ საკითხთან დაკავშირებით მიდის მუშაობა, რომ და თითქმის გადაწყვეტილია, მაგრამ მაინც 100%-ით ვერ ვეთქვი მოსახლეობას, რომ ეხლა უკვე მიღწეულია, მაგრამ შეიძლება ჩაითვალოს, რომ მიღწეულია ინდივიდუალური მრეწველობის დამონტაჟებაზე დაკავშირებით საქმე. იყო ბატონ ვალერისთან დაანგუხესიდან თანხების მოზიდვაზე იყო კიდე საუბარი, რაღაც წელიწადში გარკვეული თვექონების გადასახადი უნდა გადავიხადოთ ჩვენ ეგუხესმა
თუ ადრეულ პერიოდში ჩვენ რაღაც წელიწადში 700,000-ზე ხებულობდით ქონების გადასახადს, წელს მიდის საუბარი 1,150,000-ზე საუბარი, რომელიც პრაქტიკულად თითქმის მიღწეულია და ეხლა მე ალბათ მომიწევს ისევ დედაქალაქში გასვლა ალბათ ხვალ და ისევ ვხვდებით ჩვენ ატომვალების თბილისში, სადაც დეტალებში უფრო დაზუსტებით შეიძლება მე საუბარი როცა მოგრიალდები დედაქალაქიდან. იყო შეხვედრა ასევე სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილესთან ალეკო ალექსიძესთან, ალექსიშვილთან, სადაც სასოფლო-სამეურნეო ტრაქტორებისა და მათი მოწყობილობების განაწილება გეგმა განიხილებოდა. ჩვენ რაიონს განაწილებით შეხვდა სადღაც ზოარშევს ბელარუსის ტიპის 2 ტრაქტორი, 82 ცხენისძალის სიმძლავრის ტრაქტორის მისაღმელი 2 ცალი სამთიანი, შეხვდა 1 ტრაქტორი 79 ცხენისძალის სიმძლავრის მქონე და ტრაქტორის 50 სიმძლავრის მოდელი და 2 ცალი, ესე იგი 4 ერთეული ტრაქტორი შეხვდა, მაგრამ ეს არის როგორ? ეს არის განვადებით, 7 წლიანი განვადებით. საწყისში შეტანი არის 10%, მაგრამ ეს უნდა იყიდოს კერძო პიროვნება, რომელიც მოემსახურება ხალხს, ჩვენ ვეძებთ ასეთ პიროვნებას, რომელიც ამ ტრაქტორებს შეიძენს და მოემსახურება მოსახლეობას და დაეხმარება და ხმათესვის პერიოდში. ნუ სამწუხაროდ ჯერჯერობით ვერ იქნა ესეთი პიროვნება მონახული და ჩვენ ვსურვებთ ყველანაირად რომ ეს შანსი ხელიდან არ გაუშვათ. რაც შეეხებოდა ამ მოკლე ვიზიტს თბილისში და ხუმრობითაც შეგიძლიათ ვთქვა რომ 50 ოჯახის შექმნა დიდი მადლობა მოგწისათვის რადგან ეხლა ვეწყობით რაიონში და ვყალიბდებით ჩავთვალე საჭიროდ რომ საქმიანობასთან ახლოს ყოფილიყო ეს ოჯახის შექმნაც და შეცნა გავაკეთე ოჯახის საქმეს გაკეთებასთან დაუხდე ოჯახის შექმნა. ასე რომ კარგი მონდომებით ყველაფერს მოსწრება შეიძლება. მე მოუწოდებდი კიდევ ჩემ თანამშრომლებს რომლებიც დაოჯახებულიდან შეიძლება ყველაფერს მოსწრება თუ ადამიანი მონდომებს. როგორც თქვენთვის ცნობილია, ყოველი კვირის 4 შაბათი მუნიციპალიტეტის საკრებულოში მოქალაქეთა მიღებისა და მათი საჩივრებისა და განცხადებების განხილვის დღეა. მიმდინარე კვირის 4 შაბათს 4 თებერვალს მუნიციპალიტეტის საკრებულო განცხადებით შემოსულ 11 მოქალაქეს შეხვდა. ისინი ძირითადად სტიქიით დაზარალებულები და ის ადამიანები იყვნენ, რომლებიც აუცილებელ სამედიცინო დახმარებას საჭიროებდნენ. საკრებულოს თავმჯდომარეს კიდევ ერთხელ მოუხდა იმის ახსნა, რომ 2007 წლის ბიუჯეტის დამტკიცებამდე ყოველგვარი ფინანსური დახმარების გაწევა შეუძლებელია. გიორგი ხარჩილავა განცხადებით შემოსულ მოქალაქეებს დაპირდა, რომ ბიუჯეტის დამტკიცების შემდეგ შესაძლებლობის ფარგლებში მოხდება ერთდროული დახმარებების სამართლიანი განაწილება. ბიუჯეტი კი სავარაუდოდ 20 თებერვალს დამტკიცდება. მიმდინარე წლის 2 თებერვალს მუნიციპალიტეტის საკრებულოში მოხდა ფრაქცია მაჟორიტარებისა და საკრებულოს ბიუროს წევრთა მუშა შეხვედრა. გამომდინარე იქიდან, რომ თებერვალში მიღებულ უნდა იქნეს 2007 წლის ბიუჯეტი, მიმდინარე პერიოდი ეთმობა საბიუჯეტო მუშაობას, მისი საშემოსავლო ნაწილის დაგეგმვასა და ხარჯების პრიორიტეტების განსაზღვრას. მუნიციპალიტეტის საკრებულო დეტალურად ამუშავებს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ ღონისძიებათა ნუსხას. ამასთან პრიორიტეტულ ხასიათს აძლევს ჩასატარებელ სამუშაოებს სოფლებისა და ქალაქების მიხედვით, რაც არის სამზადისი ბიუჯეტის მიღებისა საჯარო განხილვის ფონზე. საკრებულოს თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ თანხების განაწილება არ უნდა მოხდეს თავმჯდომარისა და გამგებლის კაბინეტებში. განაწილება უნდა მოხდეს ადგილებზე მაჟორიტარ დეპუტატებთან და წმუნებულებთან ერთად, რათა ბიუჯეტის თანხები გაიხარჯოს მიზანმიმართულად, სამართლიანად და გამჭვირვალედ. მაჟორიტარებმა ისაუბრეს სოფლებში არსებულ პრობლემებზე, გამოყვეს ის ძირითადი პრიორიტეტები, რომელთა მოგვარებისთვის საჭირო თანხები ჩადებულ უნდა იქნეს ბიუჯეტში. სოფლების უმეტესობისთვის მთავარ პრობლემად წყალსადენისა და გზების მშენებლობა გამოიკვეთა. ინფრასტრუქტურისა და საფინანსო საბიუჯეტო კომისიას დაევალა შესაბამისი ხარჯ-საღირცხების დამუშავება და ბიუჯეტში არსებულ პარამეტრებთან შესაბამისობაში მოყვანა. სხდომის შემდეგ კომენტარი გააკეთა ფრაქცია მაჟორიტარების თავმჯდომარემ ქალბატონმა ნანი შამუკია. დღეს შედგა ფრაქცია მაჟორიტარების სხდომა. უფრო სწორი გამომივა თუ ვიტყვი, რომ მას ჰქონდა უფრო სამუშაო სახე, ვიდრე თქვათ სხდომის სახე.
ძირითადი მიზანი ამ შეხვედრისა გახდათ ის, რომ ჩვენ ყველას კარგად მოგესწრება, სოფლად ქალაქად ძალიან ბევრი პრობლემა არის დაგროვილი წლების მანძილზე და მაჟორიტარებს სწორედ აწუხებთ ის პრობლემები და იგრძნიან ამ პრობლემების გადასაწყვეტად. ვინაიდან ფედერალურ თვეში უნდა დამტკიცდეს ადგილობრივი ბიუჯეტი, თუ რომელი პრიორიტეტი გასულიყო, რომელი სოფლიდან პრიორიტეტი, რომელი პრობლემები მიენიჭებინა მაჟორიტარს და მაჟორიტარებს, აი ამას ისახავდა დღევანდელი ჩვენი შეხვედრა მიზნა. გამოიკვეთა სხვადასხვა ადგილას სხვადასხვა პრიორიტეტები, ზოგმა გამოკვეთა წყალსადენის პრობლემის მოგვარება, ზოგმა გამოკვეთა გზების შერემონტება, კიდევ სპორტმენების მოწყობა და ასე შემდეგ. მთავარი აქცენტი მაინც გადატანილი იყო იქითკენ, თუ მოსახლეობის ამა თუ იმ სოფლის თუ ქალაქის მოსახლეობის დაგმაყოფილება, სულირის დაგმაყოფილება ყოფილიყო უფრო მეტი პროცენტული მონაცემებით, რომელ პრობლემაზე იყო აქცენტი გადატანილი სოფელში და რომელი პრობლემის გადაწყვეტა დააკმაყოფილებდა უფრო და გაახარებდა უფრო სოფლის მოსახლეობას. ვინ შელებთ, ვილაპარაკეთ, პრიორიტეტები გამოვყავით და ახლა შეჯერდება ეს პრიორიტეტებიც თითო სოფლიდან სადღაც თითო ორი ზოგან სამ პრიორიტეტიც არის გამოყოფილი, მაგრამ ჩვენ ახლა ისევ შევჯერდებით, ხარჯთაღრიცხვები იყო წარმოდგენილი, ამ ხარჯთაღრიცხვების მიხედვით შევჯამდებით და რამდენსაც დაიტერს ეს ბიუჯეტი, წლევანდელი ბიუჯეტი, ამის მიხედვით ჩაჯდება მერე ესათვლის პროექტი განსახორციელებაც. დღეისათვის სულ ეს იყო ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციები, მე მომავალ შეხვედრამდე გემშვიდობებით ნახვამდის. სარგებლობ შემთხვევით და ტელეკომპანია ჯიხას სახელით ვულოცავ გიორგი მებონიას და თეა სარიას დაოჯახებას უსურვებ ყოველივე კარგს ცხოვრებაში. ასეთ იყო გასული კვირა, დიდი მადლობა ყურადღებისთვის, წარმატებულ კვირას გასვით.